გამარჯობათ მეგობრებო. ისევ აქ არის ჩვენი ქუდი წინა ვიდეოებიდან. ნახეთ რა ხდება. მე ჩავწერე ხო ეს როგორ მოვგსოვოთ, როგორ მოვიდეთ აქამდე და ახლა ვინც ქუდის გსოვა დაიწყო და უნდოდა და ითხოვა ეს ქუდი როგორ მოგვეგსოვა, მონახაზი ალბათ გააკეთა უკვე მოგსოვა და ერთი სიტყვით, მაგრამ ხო ნახა ახლა ბევრმა ეს ვიდეო და აი ეს დამთავრება ვერაფერი ვერ გავიგეთო. კარგით, მოდით ახლა კიდე განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი. აი აქ ქუდს რომ მოვგსოვთ, შემდეგ ეს როგორ დავხუროთ. მე ვსაუბრობ ახლა ეს არის ბავშვის ქუდი, პატარა ზომა და აი აქ რა ვარიანტები შეგვიძლია გავაკეთოთ. უამრავი იდეა არსებობს მეგობრებო, უამრავი. ახლა მე ეს ჩამოვგსოვე, ვინც ახლა ნახავთ კიდე პირველად ამ ვიდეოს სულ ვამბობ, მოძებნეთ წინა ვიდეოები. ესენი არის გაგრძელება და ამ ფერში მოძებნეთ ეს ქუდი და ნახავთ წინა ვიდეოებს, როგორ დავიწყეთ, როგორ მოვედით აქამდე. ამ შემთხვევაში წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ აქ შეგიძლია პირდაპირ რეზინა დაიწყო. მოგსოვო 5-6 რიგი დაუშვათ აქედან და დაიწყო რეზინა. ან მთლიანად ამ ქუდს აუცილებელი კი არა ამ სქემით გსოვდე. გსოვ წაღმა უკუღმას, რეზინა როგორც რო ვეძახით, ხო? სქემას. და გააგრძელებ და ჩამოგსოვ აქაც არ შეცვლი არაფერს, ან სულ წაღმა გსოვ. ახლა ეს მე მოვგსოვე სქემა, დაუშვათ უხდება ლამაზია და გამოვიდა, ხო? მაგრამ შეგიძლია სულ წაღმა მოგსოვოთ, აი ასე ესაა სულ წაღმა და ისევ ასე გააგრძელო და გამოყო და სულ ერთნაირი მოგსოვო, ხო? მაგრამ ახლა ბოლოში როგორ დავამთავროთო ეს ქუდის გსოვა აქო ყელში, რა გავაკეთოთო და მოდი ვნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. გვაქვს კიდევ ვამბობ სულ წაღმა ნაგსოვი და უკვე მე ვფიქრობ, რომ საკმარისია ეს ბავშვისთვის და ვიწყებ უკუღმა გსოვას. ახლა ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ვინც იცის ყველამ რო უყურებს ახლა ამ ვიდეოს და შეიძლება ამდენიც არ ჭირდება მეთქი, რომ ახსნა და ვთქვა, მაგრამ ხო არიან დამწყებები, რომ შემდეგ რა გავაკეთო, ხო? ჩნდება კითხვა და ახსნით დაწვრილებით ახლა შემდეგ რა შეიძლება გავაკეთოთ. უკუღმა ვგსოვ, ხო? წაღმა მოგსოვილი და უკუღმა ვგსოვ. მოვგსოვეთ ერთი რიგი უკუღმა და მოვედი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს სანიშნია იმიტომ, რომ აქ ვიწყებთ და აქ ვამთავრებთ რიგის გსოვას. ვიწყებ თავიდან. შემდეგი რიგი და ახლა ვგსოვ მე წაღმა. შემდეგ რიგს მე ვგსოვ წაღმა. მოვგსოვე წაღმა რიგით. ვიწყებ ისევ თავიდან. და შემდეგი რიგი ვგსოვ ისევ უკუღმა. აი ამ სქემით მეგობრებო, შეგიძლიათ მოგსოვოთ მთლიანად ქუდი, შეგიძლიათ მოგსოვოთ შარფი, ჯემპრი. ყველაფერი შეგიძლია მოგსოვოთ ამ სქემით. ძალიან ადვილია და გამოგივათ ძალიან ლამაზი, განსხვავებული, როცა იწყებ გსოვას
და ხელი გინდა რომ შეაჩვიო წაღმაქსოვას უკუღმაქსოვას და თან მშვენიერი გამოდის. შემდეგ რიგს გვსოვ უკუღმა. მოვგსოვეთ უკუღმა რიგი. შემდეგი რიგი. შემდეგ რიგს გვსოვ წაღმა. დააკვირდი ხო, თითო რიგს გვსოვ. თითოს წაღმა, თითოს უკუღმა და ასე. ახლა ვგვსოვ წაღმა. მოვგსოვე წაღმა რიგი. შემდეგი რიგი. ბოლო იყო წაღმა რიგი. შემდეგი რიგი ვგვსოვ უკუღმა. მოვგსოვე უკუღმა რიგი. ახლა ნახე, მე ეს მჭირდებოდა, რაც მოვგსოვე, ქუდის დაბოლოებისთვის, ხო? ეს შეგიძლია შენ აქედანვე მოგგსოვო. კიდევ ვიმეორებ, შეგიძლია მთელი ქუდი მოგგსოვო. სულ ასე, ერთნაირად. განსხვავებული იქნება მხოლოდ აი ეს ორმაგი რეზინა, რაც არის სახესთან. დანარჩენი სულ ერთნაირი იქნება. თუ გინდა ასეთი მთლიანად, თუ გინდა ამ სქემით მთლიანად, ეს სქემა ვიდეო გვაქვს ჩაწერილი როგორ იქსოვება, თუ გინდა ამ სქემით, თუ სულ ერთნაირი გინდა რომ იყოს ქუდი. ახლა აქ არის სამი სახე, ცალ-ცალკე თუ გინდა რომ რომელიმე სქემით მოგგსოვო ქუდი. მთლიანობაში ვამბობ ერთიანად. მე ახლა საკმარისია ჩემთვის ეს ქუდის ბოლო რაც მოვაგსოვე, ერთი უკუღმა, მეორე წაღმა, მესამე უკუღმა, მეოთხე წაღმა, მეხუთე უკუღმა და ახლა ერთ რიგს მოვაგსოვ კიდე წაღმა, რომ შემდეგ თვლებს რომ დავხურავ, ის ბოლო დახურვის რიგი ლამაზად დაჯდეს ქუდის ბოლოში. ესე იგი ახლა მე ვგსოვ წაღმა შემდეგ რიგს. მოვგსოვე წაღმა რიგი. ახლა მინდა რომ თვლები დავხურო. დაუცილებლად ბოლო რიგი მე წაღმა მაქვს, რომ აქ შემდეგ ლამაზად დაჯდეს ის დახურვის რიგი კიდევ ვიმეორებ. და არ დარჩე სადღაცას გაკუნწულებული. ეს ასე როა ეხლა ეს ზედა რიგები უკუღმა ნაქსოვი ზევით ხო მოდის ხო? ახლა ნახე მე როგორ დავხურავ აქ თვლებს და რატომ მინდოდა ბოლო რიგი წაღმა. ეს ვთქვით როგორ უნდა გავაკეთოთ. ქუდს ასე ვხურავთ ხო ქუდის თვლებს. წინა ვიდეოდან ვიცით. ვუმატებთ, შემდეგ ერთ თვალს კიდე მოვგსოთ, შემდეგ ნამატს და წინა თვალს ერთად გადმოვიყვანთ ამ თვალზე. ვუმატებთ, ერთ თვალს მოვგსოთ, ნამატს და წინა თვალს ბოლო თვალზე გადმოვიყვანთ ასე.
კარგია თუ ყოველთვის ასე დახურავთ ქუდის თვლებს, რადგან შემდეგ არ მოჭიმავს და არ შეავიწროვებს იმ ქუდის ბოლოს. და საერთოდ რასაც გსოვთ, წინდებსაც და რა ვიცი. ახლა ნახე, რა მინდა გითხრა. აი, როგორ ერთ ხაზზე დაჭდა ახლა, ეს ხო უფრო სქლად მოდის, რო ხურავ თვლებს, ხო, ნახე? ახლა ბოლო რიგი რო უკუღმა იყოს, ეს კიდე ზევიდან წამოვა. ბოლო რიგი რო წაღმა მოვქსოვე, ის ხო დაბლა ჩადის. აი, ახლა ეს ხო წაღმა ნაქსოვი და ჩადის, ხო, ასია აქაც, ნახე? და ადგილი აქვს ამ დახურვის თვლებს, რომ აი ზუსტად იმ უკუღმა თვლების სიმაღლეზე რო დაჭდეს აი ასე ლამაზად. და არა მოიბურცოს, ახლა აქ რო პირდაპირ უკუღმა თვლები იყოს და შემდეგ ეს დახურვის. აი ასე სადღაც გამოკონწიალდება და ზევით წამოვა. ახლა ნახეს. ერთ სიმაღლეზე დაჭდა და ერთ ხაზზე, აი ამისი თქმა მინდა. ასე დახურავ შემდეგ. ერთ-ერთი ფორმა თვლების ქუდზე, თვლების დახურვის და ქუდის ბოლოს მოქსოვის. მთავარია, ნახე ახლა. მთავარია შენ იცი პრინციპი, როგორ მოქსოვო ქუდი, როგორ დაიწყო პირველი ნაბიჯი, როგორ მოქსოვო მეორე ნაბიჯი, როგორ ჩამოქსოვო და დახურო ეს ზურგის მხარე, ხო? კისრის მხარე, რაც ქვია. შემდეგ ვქსოვთ ყელს, როგორ ქსოვ ამას შენ ირჩევ. აი, ახლა აქამდე ვქსოვთ თითქმის ყველა რა ქვია, ყველა ფორმა, რასაც ვაკეთებთ, აქამდე ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბავშვის ქუდებს ძირითადად მაინც აქამდე ვქსოვთ, ხო? შემდეგ აი მესამე ნაბიჯი, ეს მეოთხე გამოვრიცხოთ ახლა და სხვა დროს ვისაუბროთ, რადგან აქ არ გვაქვს. აი ეს ბოლო მესამე, აი ეს არის და შენი სურვილით აქედანვე დაიწყე თუ გინდა ეს ფორმა, აქედანვე დაიწყე თუ გინდა რეზინა, აქედანვე გააგრძელე ისევე ეს სქემა, შენ ქვევით ქსოვ ახლა და რას ირჩევ და რას მოგხსოვ შენი სურვილით, შენი ნება. და ახლა ეს ერთ-ერთი ფორმა მოვქსოვეთ წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, რავი, რამდენი მოვქსოვეთ და გარეთ ამ მხრიდან ვამბობ ბოლო რიგი წაღმა აუცილებლად, რომ შემდეგ დახურო თვლები და აი ასე ლამაზად დაჭდეს ეს. ერთ-ერთი ვარიანტი, ასე ვთქვათ. შემდეგი ვარიანტი. ხედავ ხო ისევ იქ ვართ. მოვქსოვეთ ქუდი, ჩამოვქსოვეთ რაღაც ფორმა და ისევ აქ ვართ ქუდის ბოლოში. ერთი შესაძლებლობა და ერთი ვარიანტი ვთქვით, როგორ გავაკეთოთ. შემდეგი. ახლა ნახე, მე მოვქსოვ წაღმას და უკუღმას. ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა, ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა. ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა. ასე მოვქსოვ ამ რიგს ბოლომდე. წაღმა, უკუღმა. წაღმა, უკუღმა. ერთი რიგი მოვქსოვე წაღმა და უკუღმა, თითო თვალი. წაღმა, უკუღმა, წაღმა. შემდეგი რიგი. აქ ნახე, მე ერთი თვალი უნდა ჩავამატო და რატო? ორი წაღმა ერთად მოხდა და მე ეს არ მინდა. ამიტომ ამოვიყვან ქვემოდან, აი ასე ჩავამატებ. გადავშვებ იქით.
ასე. სულ მაქვს ახლა ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი რიგი. იგივენაირად გავაგრძელებ. წაღმას წაღმა ამოიყვან, უკუღმას უკუღმა. წაღმას წაღმა ამოიყვან, უკუღმას უკუღმა. წაღმა წაღმა, უკუღმა უკუღმა. პირველი რიგი, წინა რიგი ხომ მოგხსოვე წაღმა უკუღმა, იგივეს ვაგრძელებ, არ ვცვლი არაფერს. წაღმა წაღმა ამომყავს, უკუღმა უკუღმა ამომყავს. აი ასე. ჩქარაქსოვო და ვერ ვხედავთო. უკუღმას უკუღმა ამოვიყვან, წაღმას წაღმა. იგივეს ვიმეორებ, მეორე რიგს ვგსოვ, რაც შევცვალე ახლა. წაღმას წაღმა ვგსოვ, უკუღმას უკუღმა. უკუღმა. შემდეგი რიგი. ახლა ნახე, მე ხომ მოგხსოვე ორი რიგი, წაღმა უკუღმა ერთი და იგივე. ახლა შევცვლი. სადაც წაღმა თვალი შემხვდება, მოვგსოვ უკუღმა, სადაც უკუღმა თვალი შემხვდება, მოვგსოვ წაღმა. ესე იგი შევცვლი წაღმას და უკუღმას, აღარ ვგსოვ ისე. არ მინდა მე ეს ხაზები, წაღმა უკუღმა რეზინას რო ვგსოვთ. არ მინდა ისეთი, ვცვლი. ორი რიგი მოვგსოვე და ახლა შევცვლი წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა, წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა. ნელაც მოვგსოვ უკაცრავად. ერთი და იგივე მოვგსოვ. აი, ასე. ახლა ბევრი რო ვგსოვთ სულ ასე ნელა, ვერ წავალთ აქედან და დაგვაპატიმრებენ მეც და შენც. შეცვლი უკუღმაზე მოგხსოვ წაღმას, წაღმაზე მოგხსოვ უკუღმას. ნახე? ორი რიგი მოვგსოვე და შევცვალე. ყველა თვალი შევცვალე, უკუღმაზე წაღმას ვგსოვ, წაღმაზე უკუღმას ვგსოვ და ეს რიგი სულ ასე მოვგსოვე. შემდეგი რიგი. იგივეს ვიმეორებ, ახლა შევცვალე, ხო? და ერთი რიგი მაქვს მოგხსოვილი უკუღმა წაღმა. ახლა უკუღმაზე ისევ უკუღმას მოვგსოვ, წაღმაზე ისევ წაღმას მოვგსოვ. ახლა ამ შემთხვევაშიც ერთი უკუღმა მაქვს, ერთი წაღმა და მაქვს ერთი რიგი მოგხსოვილი, იმიტომ რომ შევცვალე. მეორე რიგს მოვგსოვ იგივეს. წაღმაზე წაღმა, უკუღმაზე უკუღმა. წაღმაზე წაღმა ვგსოვ, უკუღმაზე უკუღმა და ამ რიგსაც ასე მოვგსოვ. მოვგსოვე ეს რიგიც უკუღმაზე უკუღმა, წაღმაზე წაღმა. ნახე, ორ-ორი რიგი მოვგსოვე მე წაღმაზე წაღმა და მერე შევცვალე, ისევ ორი რიგი მოვგსოვე წაღმაზე წაღმა, უკუღმაზე უკუღმა. მეტი არ მჭირდება მე აქ. ქუდის ბოლოს ვგსოვ, დავხურო, მერე შემდეგ ახლა როგორ დახურო თვლები, იცი და დახურავ თვლებს პირდაპირ, ხო? ამაზე მეტი რა თქინდა. ახლა მისმინე. ესაც არის ჩვეულებრივი სქემა. შეგიძლია თუ მოგწონს შენ ამ თლიანად ამ სქემით მოგხსოვო ქუდი, ამას ჩვეულებრივ მოგხსოვ როგორც ვგსოვთ, ეს აუცილებელი ასე იყოს, დანარჩენი ეს მოგხსოვე ამ სქემით. აქ რო ჩამოხვალ და აიღებ თვლებს, ისევ ამ სქემით მოგხსოვე და დაამთავრე ამ სქემით და დახურე თვლები. ესაც ჩვეულებრივი სქემაა, მოგხსოვ ჯემპს, ჟაკეტს, რავი რასაც კიდე მოგხსოვ ჩვეულებრივად ამ. შეგიძლია მთლიანი ქუდიც კიდე ვიმეორებ. ეს მეორე ვარიანტი. შემდეგი ვარიანტი. ნახე, ვართ ისევ აქ, უნდა მოვგსოვოთ ქუდის ბოლო. ახლა არ დამიწერო ვინმემ, რომ ეს ყველაფერი ერთად მოვგსოვოთო? იცით ხო, რას ვაკეთებ? ახლა
ყველას არ ეხება რა თქმა უნდა უკაცრავად ახლა რაზე ელაპარაკი რატო მინდა რატო ვამბობ იცით იყო შეკითხვა ვნახე რომ არის შეკითხვა გავხსენი და რას მწერს მიმითითებს რომელიღაც სქემაზე სადღაც რაცაც გვსოვდი და მიმითითებს რომ ეს სქემა აგვიხსენითო რა გთხოვთო და მახსოვდა რომ ის სქემა სადღაც ავხსენით და ჩავრთე ჩემი ვიდეო ახლა ყველა ხო არ მახსოვს ხო სად რაზე საუბრობ და რომელ ვიდეოს ქვეშაც ეწერა ის შეკითხვა რომელ სქემასაც ითხოვდა ზუსტად იმ ვიდეოს ბოლოში იყო ახსნილი ის სქემა თუ გაინტერესებს ბოლომდე უყურე ვიდეოს და ნახავ რაღაცა იქნება კიდე ხო თუ არ გაინტერესებს ნურც შენ დაიღლები და ნურც მე დამღლე შემოგევლე ოკეი ახლა ნახე მე რას ვაკეთებ ვართ ისევ აქ და ქუდის დახურვა გვინდა ხო და ბოლო გვინდა რა მოვხსოვოთ ერთი სიტყვით ახლა მე ვიწყებ უკუღმა ქსოვას ნუ რაც მინდოდა აქ მოვხსოვე და ახლა როგორ მოვხსოვო ქუდის ბოლო ამ რიგს ვხსოვ მთლიანად უკუღმა არა აქვს მნიშვნელობა მანამდე რა მქონდა აქ მოხსოვილი წაღმა იყო უკუღმა იყო რა ვიცი რა იყო მე ვიწყებ ქუდის ბოლო როგორ მოვხსოვო მთლიანად ამ რიგს მოვხსოვ უკუღმა ეს რიგი მოვხსოვე უკუღმა აი ასე ვიწყებთ შემდეგ რიგს ეს ვიცით დასაწყისი და დასასრული რიგის სანიშნით გასაგებია უკვე ისევ ვაგრძელებ შემდეგ რიგს უკუღმა ისევ მოვხსოვ ამ რიგსაც უკუღმა ახლა ისე არ გაიგოთ მეგობრებო რომ არ უნდა იკითხოთ როგორ არ უნდა იკითხოთ აბა ყველა წვრილმანი რასაც ვერ გაიგებთ უნდა იკითხოთ რომ ეს რა გააკეთე როგორ გააკეთე და რა იყო და ვერ გავიგე და ახსენი კი ბატონო მაგრამ ის რომ იქვედებს და იქვე თან იმაზე უკეთესად რომ ვეღარ ახსნი კიდე რო გავიმეორო ამას ვამბობ თორე როგორ არ უნდა იკითხოთ აბა ისე ვერავინ ვერ სწავლის ხო მით უმეტეს ასე ახლა კიდე ბრავო რომ ამდენი შეგვიძლია ადამიანებს რომ ასე გადავცეთ ერთმანეთს თუ რამე შეგვიძლია და თუ რამე ვიცით ვინმეს რამე გაუზიარო და უთხრა და აუხსნა კი არა ვეღარავის ვეღარ ხედავს და ესაც დიდი შესაძლებლობაა რა თქმა უნდა უბრალოდ თუ იქვედებს ყველაფერი თუ ვერ გაიგებ რამეს მე შემეკითხე თორე ხოდებს იქ და კიდე როგორ თქვა ხო აი ამას ვამბობ მე მეტი არაფერი თორე უნდა იკითხოთ და რაც ვიცი გაგიზიარებთ მე არაფერს არ ვასწავლი რა უფლება მაქვს ვინმეს რამე ვასწავლო მე შემიძლია რაც ვიცი გაგიზიაროთ და ვისაც სურვილი აქვს ნახავს შემდეგი რიგიც ისევ სულ უკუღმა შემოვხსოვე ვიწყებთ რიგს თავიდან და ისევ უკუღმა ვხსოვ აი აქ ყოველთვის დასაწყისი როცაა ხო აქ არ დაგრჩეს შორს ეს თვალი ახლოს მიდი რომ აქ მერე ფართედ ცუდად არ დაჩნდეს ადგილი რადგან ეს არის აი წინა მხარეა ნახე ახლოს მიიტანე ის თვალი მოჭიმე ცოტა როცა აქ ქსოვ იწყებ დიდი ძაფი არ დარჩეს დიდი და შორს არ დარჩეს თვლები ერთმანეთისაგან გაფანტული გაძაძული
კარგი ქართული სიტყვები გვაქვს და ვინმე უკვე ალბათ ვეღარც გაიგებს, რას ამბობ ადამიანი, ისე იკარგება. ამ რიგსაც სულ უკუღმა გვსო. მოგსოვე ეს რიგი უკუღმა და ვიწყებთ თავიდან. ახლა ნახე, მე მოვგსოვ აქ ერთ რიგს. ახლა ვიწყებ წაღმას. დააკვირდი 3 რიგი მოვგსოვე უკუღმა. 1, 2, 3. ახლა ვცვლი. ვგსოვ წაღმა. მთლიანად რიგებს როგორც ვიწყებ თავიდან, ისე ვგსოვ, ხო? 3 რიგი მთლიანად უკუღმა მოვგსოვე, ახლა წაღმა ვიწყებ და წაღმა ვგსოვ ამ რიგს. ერთი რიგი მოვგსოვე წაღმა. ერთი რიგი კიდე ახლა დავიწყებ და ისევ წაღმა მოვგსოვ. ისევ წაღმა ვგსოვ. წაღმა რიგი ხომ მოვგსოვ ერთი, ახლა მეორე რიგს ვგსოვ წაღმა ისევ. და ამ რიგსაც ბოლომდე მოვგსოვ წაღმა. მეორე რიგი მოვგსოვე წაღმა. 2 რიგი. ახლა შევცვლი და ნახე. 3 რიგი მოვგსოვე უკუღმა, 2 რიგი მოვგსოვე წაღმა და ახლა ვიწყებ ისევ უკუღმა რიგის მოგსოვას. და ნახე, ვიწყებთ უკუღმა ქსოვას და ერთი რიგი ხო ახლა რო იქსოვება და კიდე 2 რიგი, როგორც აქ მოვგსოვეთ 3 რიგი უკუღმა, აქაც მოვგსოვთ ახლა 3 რიგს უკუღმა. 3 რიგი მოვგსოვე უკუღმა, როგორც ეს. ასე. ახლა ნახე. მეტი არ მჭირდება, ვფიქრობ, რომ უნდა დამთავრდეს ეს ქუდის ბოლო აქ, მაგრამ მე თვლებს ასე ვერ დავხურავ, უკუღმა თვლებზე რო თვლები დავხუროთ, წეღანაც გითხარი, ამოიწოწება აქეთ და ძალიან უშნო გამოვა. ამიტომ ვიწყებ წაღმა რიგის ქსოვას. 3 რიგის შემდეგ აქ ჩვენ ხო გვაქვს 2 უკუღმა. მოვგსოვეთ კიდე 3 რიგი უკუღმა. ახლა თვლების დახურვა მინდა. მოვგსოვ 1 რიგს წაღმა, შემდეგ დავხურავ თვლებს და გამოვა ზუსტად აი ამის მსგავსად ასეთი და ერთნაირად იქნება. უკაცრავად ისევ უკუღმა გავაგრძელე მე უკვე. სამი უკუღმას შემდეგ ვგსოვ 1 რიგს ახლა წაღმა. რო ჩაჯდეს ის წაღმა რიგი ცოტა ქვემოთ და თვლების დახურვისას შემდეგ ერთ სიმაღლეზე იყოს ეს თვლების დახურვა და ეს ნაქსოვი რიგები. აი ასეთი მხოლოდ აი ასე
ოღონდ იქ იყო 4 უკუღმა და 2 წაღმა, 4 უკუღმა და 2 წაღმა წლების წინ ერთი არ ვიცი 15 წლის წინ მგონი მოუქსოვე ჩემ შვილს. თხოვა რომ ზუსტ დამიხაზა რომ ზუსტად აი ასეთი მომიქსოვეო და ახლა მაშინ არც არცად მინახია, მაგრამ ის დახაზული როგორც იყო, ხო? იმის მიხედვით მივყევი და მოვქსოვე და გამოვიდა აი ასეთი ზუსტად, ოღონდ იყო 4 უკუღმა და 2 წაღმა. წარმოიდგინე, აი მილივით მოვქსოვე, არც ქუდი გამომიყვანია ფორმები, არაფერი. ავიღე ერთი ზომა, რაც იყო საჭირო და აი ტრუბას რო ეძახიან, ტრუბა ქუდებიო თუ რაღაც ამნაირად რო ქსოვდნენ, ხო? ისეთი იყო, ოღონდ სულ აი ასე 4 უკუღმა 2 წაღმა და გარმონიკა, ოღონდ აი ეს შიგითა ფერი იყო ღია ფერი, გარეთა ეს უკუღმები იყო ცოტა მუქი ფერი. და ასე ხო იყო, ხო, მუქ ფერში, რო გაწევდი ასე გამოჩნდებოდა ღია ფერი და ძალიან ლამაზად ანათებდა. აი შეგიძლიათ ცავდოთ და მოგხსოვოთ ახლა თქვენ თვითონ ეს იდეა განახორციელოთ, ხო? იყო დიდი ახლა ის წარმოიდგინე თავზეც დაიხურო, ყელზეც ჩამოვიდეს და საკმარისად დიდი იყო ახლა, იყო ალბათ ეს ერთი 20 ცალი მაინც იყო უკუღმები და შუა 2 თუ 3 იყო წაღმა. უკუღმა რიგებზე ნაკლები უნდა იყოს წაღმა რიგები, რომ ასეთი გარმონიკა გამოგივიდეს ასეთი. ახლა წაღმა რო ბევრი მოგხსოვო, ასე არ დაიხურება, მაშინ აი ასე დაგრჩება. ამიტომ უნდა მოგხსოვო 5 უკუღმა ან 6 უკუღმა და 3 ან 4 წაღმა შიგნით. და თუ სხვადასხვა ფერში მოგხსოვ, მაშინ უკუღმები ცოტა მუქი უნდა იყოს და ეს წაღმა ცოტა ღია. ფერები ერთმანეთს უხდებოდეს და გამოგივა აი ესეთი გარმონიკა, ძალიან ლამაზი ქუდი. ტრუბა ქუდებს რო ეძახდა, არ დაგვარი რაღაც, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. არანაირი ფორმა არ ქონდა, ის ჩვეულებრივად იყო მოგხსოვილი. აი ახლა ზუსტად იმნაირად ვხსოვ ამას, ნახე, მოვხსოვე ერთი რიგი წაღმა. ახლა ამის შემდეგ ვიწყებ თვლების დახურვას, ნახე. თვლების დახურვა უკვე ვიცით. ვუმატებ, მოვხსოვ, ნამაც წინა თვალთან ერთად გადმოვიყვან. ყველა თვალი ასე ამოიყვანი და გადმოიყვანე ნამატთან ერთად, რომ შემდეგ არ დაავიწროს ის ბოლო რიგი, არ მოგიჭიმოს და ცუდად არ დარჩეს. და რო დაიხურო, შეიძლება თავზე ვერც ჩამოიცვა ეს, ხო, დაიხურო ადამიანმა ისეთნაირად ავიწროვებს ის პირდაპირ, რასაც ყველა იყენებს ხოლმე თვლების დახურვას. და დაწყება როა კიდე. ისე მოჭიმას შემდეგ თვლებს, რომ ვეღარ გამოიყენებ რაც გააკეთე. აი შეხედე ახლა რატო მოვხსოვე ის წაღმა რიგი ბოლოს. ნახე როგორ ლამაზად ჩაჯდა ახლა. ის წაღმა რიგმა ქვევით დაწია და აი ეს თვლების დახურვაც კი როგორ კარგად გამოგივიდა აი აქ. შიგითა მხრიდან ასეთი იქნება ჩვეულებრივ. დავხურეთ მთლიანად თვლები, მოვედით ბოლოში. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქუდი მოიქსოვა. ამ ქუდმა რო ლაპარაკი იცოდეს, არ ვიცი, ალბათ დაგხოცავდა. 9 ჯერ ჩავშალეთ. 9 ჯერ ჩავშალე ნაწნავი. ახლა ნახეთ ჩვენ ეს
აუცილებლად ძალიან კარგად უნდა დავამაგროთ. ეს არის წინა მხარე და კი არა და სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდე ძალიან ლამაზად. ეს იყო დასაწყისი და დასასრული აქ რიგის. აი ასე. აი ამას გეუბნებოდი აქ ყოველთვის ეს იქით მხარეს როა და აქედან იწყებს ქსოვას ყოველთვის მოჭიმეთულები რომ აქ განიერად არ დარჩეს ეს გადაბმის ადგილები. ეს ნემსი არ არის ამისთვის განსაზღვრული და იმიტომ ვიტანჯები ასე. ამას მე აქ ჩავაბრუნებ და შენ იცოდე რომ ეს ძალიან კარგად უნდა ლამაზად უნდა დაამაგრო აქ. ეს სადღაცას ჩავტოვებ, ოკეი. მე ამას არავისთვის არ ვქსოვ, ნიმუშია უბრალოდ. რა გავაკეთეთ ვნახოთ აბა ერთი ბოლოს და ბოლოს ეს ჯემპრი სანამ ტირილი დაიწყო. აი ნახე ახლა აი რას ვამბობ ყოველთვის უკუღმა რიგის შემდეგ ის წაღმა რიგი 1 და შემდეგ დახურეთულები რომ აი ასეთი ლამაზი გამოგივიდეს. ახლა ნახე ეს შეგიძლია სულ ასე მთლიანად აქედანვე მოგსოვო. აი აქედანვე ნებისმიერი დახურვა რაც ახლა მე გამოვიყენე მთლიანობაში ხო თავიდან ბოლომდე არ ვიცი 3-ია თუ 4 რაც არის არ ვიცი შეგიძლია მთლიანი ქუდიც მოგსოვო ან აქედანაც მთლიანად მოგსოვო რაც გამოვიყენე თვლების დახურვისას. ეს ახლა აქ შეიძლება არ გამოგადგეს არ ვიცი სადე თუ მოგეწონება იქნებ არ ვიცი. ცალკე შეგიძლია მარტო ამითი რომ მოგსოვო ქუდი ჩვეულებრივად აი სტრუბა ქუდი წეღანაც ვამბობდი. ერთი სიტყვით უამრავი იდეა არსებობს და რაც დავხურეთ ახლა მთლიანი ქუდის მოგსოვა შეგიძლია ყველა სქემა იყო სადაც გინდა რომ გამოიყენო. ესაც ჩვენი ქუდი რაც მთავარია და კიდევ ვიმეორებ რაც ვთქვი თავიდან მოგსოვის პრინციპი ერთია ასე დაიწყებთ, ასე მოგსოვ და ასე მოგსოვ რაც ვისაუბრეთ წეღანაც და აი ეს დახურვა და სქემა რასაც გინდა შენი იდეით გამოიყენებ შენი სურვილით. ახლა რაც მოვგსოვეთ ჩვენ ეს კონკრეტული არის აი ასეთი ქუდი სახეზე ასეთი. შემდეგ სხვა დროს ასეთიც მოვგსოვოთ ვნახოთ სად და როგორ შეიძლება ესაც ძალიან ლამაზია მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ არის პრაქტიკული არ არის მით უმეტეს როცა ბავშვს უგსოვ. ეს სხვაკან გამოგვადგება და დაგჭირდება. ერთი სიტყვით წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.